გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი და მარკეტინგი როგორ ზემოქმედებს შენს არჩევანზე? მაშინ გვიყურე შენ ტექნოლოგიაზე ხარ. ხო და ეხლა ვახსენე უკლედ ხელოვნური ინტელექტი რა, როგორ მოქმედებს ხოლმე. აი ხალხმაც რო უკეთ აიგოს, ჩვენო მოყურებელმა უკეთ განვორსოთ ამ თემას. აი მაგალითად შედიხარ, უცებ რაიმე სკროლავ და 2 წუთის წინ ახსენე რაღაცა, ნებისმიერ ვაფშე არ ვიშოვ რაღაცა ფეხსაცმელი რა ვქვა, რომ აი რაღაც ფეხსაცმელი უნდა ვიყიდო რა. და მოგიგდო ფეხსაცმელი. რა ხდება? რა ამბავე, ყველას გონია რომ აუ ტელეფონი მისმენს, ვითვალთვალებს და რაღაც თემები რა, ეგ თემა ის რომ აი ყველას აქ მომენტი, ხო? უეჭველი. შენ ხო გონი? აი რა ადრე მქონდა ხოლმე. ხო. კი ბატონო, სანამ გამოვკვეოდი ამბები როგორ მოსწონს. ხო, მოდი დავიწყოთ რეალურად და მოვუკვეთხავთ რა ხდება რეალურად ამ სისტემაში, ვითვალთვალებს თუ არა რაღაცა ტელეფონი და რა შეასაკეთებს საერთოდ? რას ვეთქვა გიო? კი ბატონო, ხელოვნური ინტელექტი დღესდღეობით როგორც ბევრჯერ ვთქვით, რომ ყველაფერშია უკვე ჩართული. ანუ ერთ-ერთი თემა არის ზუსტად ეგ, რომ მარკეტინგულ საკითხებშიც არის ჩართული. მაგალითად, ანუ ეს არ აქვს მნიშვნელობა იქნება შენი Facebook-ი, Spotify, YouTube-ი თუ სხვადასხვა რაღაცები, როდესაც შენ იყენებ Gemini-ს ან ChatGPT-ს ან სხვადასხვა რაღაცებს და ელაპარაკები მოგივათ, მათ უკვე იციან რა და როგორ მუშაობს შენს ტელეფონში, რა გჭირდება, შენს საჭიროებებზე მორგებულ საკითხებს გთავაზობენ და მაქედან გამომდინარე არის ზუსტად ის დეტალები, რომ შენ მერე უცებ იტყვი, რომ გჭირდება ფეხსაცმელი და ოპა, გაჩნდება შენს ტელეფონში ეგრევე ფეხსაცმლის რეკლამა, რომელიც არაერთხელ არის ამაში ჩართული და შენ რეალურად მაგ საკითხს უფრო დეტალურად ვეტყოდი, როგორ მუშაობს მარკეტინგში ჩართული ხელოვნური ინტელექტი, ანუ როგორ ებმის ეს ორი საკითხი. რეალურად ეს არ არის არანაირი საშიშრო საწარმოადგენს, ეს არის ჩვეულებრივი რეკლამა და როგორ ხდება ეს რეკლამა, აგიხსნით უკეთ რომ გაიგოთ. ნუ არ ვიცით, რამდენ მაინცით ჩვეულებრივად აი თქვა დავუყოთ Facebook-ზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნებისმიერი პოსტი ან რაიმე დაარეკლამოთ რა. როდესაც დაარეკლამოთ ამ პოსტს შეგიძლიათ აირჩიოთ იქ AdSense მენეჯერით ან ნებისმიერი სარეკლამო საშუალებით მიუთითოთ თქვენი რეკლამის მიმღებების სქესი, ასაკი, გენდერი, მოკლედ ყველაფერი საერთოდ რა. თუნდაც მიუთითოთ ის რომ უახლოეს რაღაც პერიოდში კონდეს დაბადების დღე, თუ არის გათვლილი თქვენი რასაც არეკლამებთ, ის ნივთი არის საჩუქარი ან რაიმე ისეთი რაც ინტერესებზეა გათვლილი, იმ ინტერესების მიხედვითაც შეგიძლიათ დაარეკლამოთ. თუმცა ეს არის ძალიან მარტივი სარეკლამო საშუალება. ხოლო უმცირესობა, ვინც რეალურად ერკვევა მარკეტინგში და ნუ ამ ზოგადად ამ თემებში, ვინც პროფესიონალია უკვე თავის საქმეში, ასე ვთქვათ, ის იყენებს ნუ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით Google search-ებს და სხვადასხვა საშუალებებს და როგორ ხდება ეს რა რეალურად. როდესაც თქვენ ეძებთ Google-ში მაგალითად ფეხსაცმელს ან ნუ search-ავთ ტანსაცმელს, აქსესუარებს ან სუნამოს ან რაღაცას Google-ით და ნებისმიერი search-ის აპლიკაციები თუ ვებსაიტები მოიხმართ თქვენგან ინფორმაციას, ინახავს. ასევე სხვადასხვა საიტები, სადაც შედიხართ და cooking-ის პოლიტიკით სარგებლობთ, რომ სამოგიგებთ რაღაც ფანჯარას და იქ აწვევით თანხმობას, რომ ნუ კი, მე გავცებ ჩემს ინფორმაციებზე წვდომის საშუალებას რა, ნუ ინახავს თქვენს search-ის ფუნქციებს. ეს search-ის ფუნქციები რეალურად თავსდება ერთ საშუალებაში Google-ში, რომლის მეშვეობითაც, როცა არეკლამებით რაიმე პროდუქტს თქვენი search-ის მიხედვით შეუძლიათ განსაზღვრონ, რომ რა შემოგთავაზოს რა. მაგალითად, ვიღაცამ აირჩია, რომ მე მაქვს ისეთი ნივთი, რაღაც ფეხსაცმელი და მინდა ამოგდოს იმას, ვინც search-ავს ფეხსაცმელს, ვინც გახსნა ფოტო, რომელშიც იყო ფეხსაცმელი. და ამიტომაც გიგდებთ თქვენ იმ ნივთს, რომელსაც search-ავდით, ეს search იყოს წინა კვირის, წინა დღის, უცებ შეიძლება ძალიან მარტივად რაღაც ერთი წამის search-ი იყოს და უცებ ამოგივარდეთ თქვენ თავიდან და ისე უეცრად შეხვდეს მე რომ აი ვერც გაანალიზო, ვერც მეხვდე რა. ასე რომ ეს არის ჩვეულებრივ რეკლამა, არაფერს საშიშროებას არ წარმოადგენს, ეს არის დღეს უბრალოდ სტანდარტული პროცედურა, რომლის შესახებაც უბრალოდ ბევრმა მარკეტერმა არის ის, იმიტომ რომ ოდნავ უფრო რთული გასაკეთებელია და რა თქმა უნდა თუ ვირუსი ექნება ამის ინტერესი, ამას უფრო ცლად და
პირდაპირ როგორც ტუტორიალს ისე შემოგთავაზოთ. რა თქვი? კი, შეგვიძლია მაგაზე ვიდეოები ჩავწეროთ, შესაბამისი, რომელზეც ჩვენს მაყურებელს ეხება წვდომა. უბრალოდ ამისთვის პირველ რიგში არის ჩვენი არხის გამოწერა საჭირო. ტექნოლოგია უნდა გამოიწეროთ და როდესაც ჩვენ მივახცევთ დაახლოებით 1000 გამოწერს, ჩვენ უკვე გვექნება მაგის საშუალება, რომ მსგავსი პროდუქტი შემოგთავაზოთ და ავტორი შენ ახსენე, რომ მაგალითად მე თუ უბრალოდ დავწერ რომ ჭირდება რაღაც ფეხსაცმელი, ეს საიტი რომელიმე საიტი შემოთავაზებს მე ფეხსაცმელს, მაგრამ რამდენი არის იმის ალბათობა, რომ მაგალითად იგივე სერჩი, რომელიც მე ახლა ამ წუთას აღარ მჭირდება, ან თუნდაც ერთი თვის მერე ისევ გაამეოროს. ერთი თვის მერე ისევ გაამეოროს? კი ბატონო. ძალიან ცოტა იმ შანსი გაჩნია, როცა მოგიგდებს იმ პროდუქტს, რაც სერჩის და შენივე ინტერესების მიხედვით შემოგთავაზა, რამდენხანს გაჩერდები, მოიწონებ, არ მოიწონებ. აქედან გამომდინარე, უკვე საზღვროს თვითონ ინტერნეტის სისტემას თუ აპლიკაცია, რაზეც ხარ შესული და სადაც არის ეს პროდუქტი უშუალოდ არეკლამებული, საზღვროს თქვენს ინტერესებს. ყველა აპლიკაცია თუ საიტი, რაზეც შედიხარ, ძირითადად არის იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ შემოგთავაზოთ ისეთი რამ, რაც გჭირდებათ, რომ რაც შეიძლება მეტხანს გაგაჩეროთ იმ საიტზე. ასე რომ არანაირი ინტერესი არ აქვს იმის, რომ შემოგთავაზოთ ისეთი რაღაცა, რაც ვაფშე არ დაგაინტერესებს. შენ გულისხმობ იმას, რომ ეს რეალურად ჩვენ კი ვაძლევთ ამ კონკრეტულ საიტზე მაგალითად Google-ს წვდომას, რომ ჩვენი ინფორმაცია შეიტანოს, მაგრამ ეს არ არის მუდმივი, ხო? ხო, არა, რა თქმა უნდა. ხო, ეს არის იქამდე, სადამდეც რეალურად ჩვენ ამის საჭიროება გვაქვს და ვეძებთ და მე რეალურად ეს შესაბამის ფაილების კრება. პლუს გიოი ძალიან საინტერესო რაღაც შეიძლება თემატი ჩავახსოვთ ამ ყველაფერში კიდევ ხელოვნური ინტელექტის დღეისობით როგორც განვითარდა და აი ძალიან ბევრმა არ იცის ხელოვნური ინტელექტის ფუნქცია რომელსაც დღესდღეობით ძალიან ცუდად იყენებენ ანუ აი აგენტები რომელიცაც შეგვიძლია აი ყველაფერი ნებისმიერ რაღაცა გააკეთო იმდენად განვითარებული აი აგენტის ну მიდგომა და ყოველ გამოყენება დღესდღეობით რომ უბრალოდ თულად გამოსაყენებელია გარკვეულ ცოდნას მოითხოვს, მაგრამ თუ იცი და თუ ისწავლე ეს რაღაცა, შეგვიძლია ნებისმიერ რაღაცაში გამოიყენო. თუ იქნება თქვენი მხრიდან დაინტერესება და გექნებათ ინტერესი ისწავლოთ ეს ყველაფერი როგორ მუშაობს, წეგანაც ვახსენეთ, თუ მივახცევთ პირველ ეტაპზე 1000 გამოწერს და მე თავისთავად ეს ყველაფერი უნდა იყოს უფრო მასშტაბური. მივახცევთ 1000 გამოწერს, ჩვენ უკვე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩავთვლით ისეთი ფუნქცია, სადაც დავდეთ ამ ყველაფერს და შემდეგ თქვენ შეძლებთ, რომ ეს კონკრეტული ვიდეოები ნახოთ და შესაბამისი ფასი ექნება, რა თქმა უნდა, ყველაფერს. უბრალოდ, რა თქმა უნდა, თქვენ ისწავლით აქედან უკვე იმ პროდუქტების გამოყენებას, რომელიც დღესდღეობით ეხმარება ერთი რომ განვითარდნენ, მეორე რომ გაიმარტივოთ ცხოვრება. შენასწავლეთ. კი, თან დღესდღეობით აი ხა ზუსტად მე ვამზადებ რაღაც პროექტს. საიტებზე შეგიძლიათ, ვებსაიტებზე გამოიყენოთ აი აგენტები რა არის მეშვეობითაც შეგიძლიათ ვებსაიტი იმდენად დახვეწოთ და იმდენად მართოთ ეს ჯერჯერობით აი ძალიან მცირე წრემით ის ასე რომ ძალიან თემაა რომ თუ მართლა სერიოზულად დაინტერესდებით შეგვიძლია ამის დეტალური განხილვა ჩავწეროთ და ამის ვიდეო ტუტორიალიც. ოკეი. და მე მინდა და კიდევ მეთქვა, რომ რახან წეგანს ვაუბრობდით ხელოვნური ინტელექტის ჩართულობაში, არა მარტო მარკეტინგის მიმართულებით. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეუმჩნევლად რომ ვიყენებთ, ზუსტად მაგ საკითხს მინდა შევეხო, რომ მაგალითად დილით გები YouTube-ზე რაღაც მუსიკას ვთავ და მე ავტომატურად ისევ გადადის შენი ხასიათის მუსიკაზე კიდე გთავაზობს ან რაღაცა ფილმს უყურებ და ავტომატურად Netflix და სხვა მსგავსი საიტები როცა დაამთავრებ თუ კიდევ გინდა რომ გააგრძელო ყურება ისევ იგივე ტიპის ფილმს იგივე ჟანრის ფილმს გთავაზობს რომ შენ ისევ ხასიათზე დარჩე ან პირიქით გამოიკეთო ხასიათი ხო? ანუ მაგაშიც ხო ამ წუთას ხელოვნური ინტელექტია ჩართული და გვასწავლის მაგ ყველაფრის უფრო მარტივ გამოყენებას. მაგრამ ჩვენ ამას ზოგჯერ ვერც ვამჩნევთ ხოლმე.
და მაგალითად როგორ ვაკეთებთ ჩვენ მაგ ყველაფრის არჩევანს რამდენიმე სიტყვას თუ ანუ ხო რეალურად აი სტრატეგია რომ იმიტომ ვერ მომჩნევთ რომ აი ზოგადად ეხა უფრო წინა პლანზეა წამოწეული უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი რომ აი ეს ხელოვნური ინტელექტი რომელიც არის ელემენტარული რომ აი მუსიკას უთავაზობ ჩვენზე შერჩევს რაღაც არის ძალიან პრიმიტიული ხელოვნური ინტელექტი რომელსაც რავი იყენებენ ძალიან ბევრი დიდი კომპანიები ეს რეალურად მუსიკებზე და ფილმებზე არის გამოყენებადი ჟანრებისა და ნუ როგორ ვთქვა ტონების დაყოფის მეშვეობით. აი მაგალითად შედიხარ საიტზე და დაყოფილია ჟანრების მიხედვით. ხო შენ უყურებ კომედიას და ნუ ჩათვალე რომ იმან ჩათვალა რომ კომედია გაინტერესებს შემოთავაზა კომედია. მაგრამ თუ იმ კომედიის ჟანრს აქვს კიდევ უკვე ჟანრი, შეიძლება იქ არ იყოს მოცემული საიტზე, მაგრამ თვითონ იმ ხელოვნურ ინტელექტს რომელიც ჩაშენებულია სისტემაში, ეს ფილმი ბევრად მეტ ჟანრად აქვს დაყოფილი, ის მეშვეობითაც განსაზღვრავს იმ ფილმის ინტერესს და შენს ინტერესს და იმ ფილმისადმი ინტერესს რა ჟანრებისთაცაა დაყოფილი და იმის მიხედვით თავაზობს ანალოგიურ ფილმს, რომელშიც იგივე ჟანრებია გამოყენებული, ასევე გამოყენებულია მაგალითად მუსიკა თუ არაა გამოყენებული და ასე შემდეგ. მუსიკაზეც ასეა გამომდინარე, ნუ როგორი ბასები აქვს, როგორი როგორ ვთქვა, ლეიერების მიხედვით როგორი ქვეტონები აქვს დაყოფილი და ნუ ასე შემდეგ რა. ოკეი, და ხო, მოდი, ამ ყველაფრის ერთობლიობის შემოქმედებას განვიხილოთ, აი მაგალითად, ვიძებ ინფორმაციას, რომ წავიდე მაღაზიაში და ნუ შევიცნო რაღაც გარკვეული, ხო? ანუ აქ როგორ მოქმედებს ეს ხელოვნური ინტელექტი და მარკეტინგი ზოგადად როგორ არის ჩართული? კი ბატონო, ხელოვნური ინტელექტი და მარკეტინგი მაგ საკითხში ძალიან მარტივად არის ჩართული, ასე ვთქვათ. როდესაც შენ მაგალითად შედიხარ საიტზე და იძებ რაღაც კონკრეტულ ტელეფონს, ხელოვნური ინტელექტი თავაზობს იმ ვერსიას, რომელსაც მარკეტინგმა მარტივად რო ვთქვათ, ყველაზე მეტი რეკლამა გაუწია. და შემოთავაზოს პირდაპირ იმ ვერსიას, რომელშიც ასე ვთქვათ, რომელიღაცა კონკრეტულმა კომპანიამ ყველაზე მეტი ფული დახარჯა რა. და შენ შეხვალ ნახავ პირდაპირ ამ ვერსიას, შეიძლება მისი მახასიათებლები შენთვის მოსაწონი იყოს, შეიძლება ამ წუთას შესაბამისი ბიუჯეტიც გქონდეს, რომ მაგალითად თუ რაღაც კონკრეტული ნივთი 1500 ლარი ეს აქ მოგვიყვებს შენს ყველაფერს და უბრალოდ წახვალ და იყიდი ან საიტიდან ან პირდაპირ არჩეულით მოხვალ მაღაზიაში და იყიდი. მაგრამ მან არის მეორე საკითხი, რომ რამდენად არის ამ ყველაფრის საჭიროება შენთვის. ან მაგალითად შენ უბრალოდ გჭირდება რომ რაღაც ტელეფონს გქონდეს კარგი ელემენტი. მაგალითად და შენ შედიხარ და მოუნიშნე ტელეფონი საიტს, რომელსაც აქვს ყველაზე ძლიერი ელემენტი. მაგრამ თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა მარკეტინგული ჩართულობის ხარჯზე შემოგთავაზა პლუს კარგი კამერა, შემოგთავაზა პლუს მაღალი მეხსიერება, პლუს მაღალი ოპერატიული მეხსიერება, მაგალითად პლუს მაღალი კლასის ეკრანი და რეალურად შენ უბრალოდ ტელეფონი ჭირდებოდა, რომელსაც ჰქონდა კარგი ელემენტი და ეხლა გაქვს უბრალოდ ძალიან მაგარი ფუნქციებით შევსებული ტელეფონი, რომელსაც შენ ან გამოიყენებ რეალურად, ან არა. და მაგაზე არის რეალურად რა, როდესაც ჩვენ რაღაც კონკრეტულ ნივთს ვარჩევთ რაღაც კონკრეტულ საიტებზე დაფუძნებით რა და არ ვეძებთ კონკრეტულ დეტალურ ინფორმაციას. ანუ მაგალითად ჩვენ როდესაც ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ, პირადი გამოყენებით, ასე ვთქვათ რა, მაგალითად ChatGPT-ს ვეკითხებით, რაღაც ტელეფონი მჭირდება, რომელსაც ექნება კარგი ელემენტი, კონკრეტულად კარგი ელემენტი და არაფერი მეტი სხვა. და ის გამოგვიგზავნოს ვერსიებს, რომელსაც აქვს უბრალოდ კარგი ელემენტი. მაგრამ როდესაც ჩვენ უბრალოდ საიტზე შევდივართ, სადაც უკვე მარკეტინგია ჩართული და აქვს მთელი რიგი პროცესები არის გატარებული, ლოგიკური არის, რომ ზუსტად ჩვენი ტიპის არჩევანს კონკრეტულად ჩვენზე მორგებულს ვერ გავაკეთებ. მან არის ზუსტად ის ჩართულობა, რასაც ქვია ხელოვნური ინტელექტი, რასაც ქვია მარკეტინგი და რასაც ქვია გაყიდვის და ყიდვის ფსიქოლოგია. უფრო მარტივად ვთქვათ რა. მარტივად აი მაგალითად მოვა ჩემმა მეგობრმა იყიდა ტელეფონი, რომელიც ჩემს ტელეფონს შევადარეთ და ნუ აღმოჩნდა რომ ჩემზე კარგი ზუმი აქვს. ოღონდ იმ მეგობარს ფოტო არასდროს არ დავუღია იმ ტელეფონით. ზუსტად ეგ არის ერთ-ერთი აი ეგ არის მარკეტინგული მარტივი ხრიკი და ხელოვნური ინტელექტიც ზრიადად ზუსტად მან არის ჩართული. მარტივი მაგალითს მოვყვა, რამდენიმე ბრენდი არსებობს ახლა, რომელსაც მაგალითად კამერაში აქვს 200 ზუმი. კონკრეტულად ბრენდს არ ვასახებ, იმიტომ რომ რამდენიმეა.
მაგრამ ავიღოთ ესეთი მაგალითი. შენ მიდიხარ, ყიდულობ ტელეფონს, რომელსაც აქვს 200 ზუმი, რომელიც იდეალურად ჟღერს, რომ რა მაგარია ტელეფონი, რომელსაც აქვს 200 ზუმი და ხო ზუმზე როგორც ვიცი, ანუ ზოგს კი შეიძლება შეგვიძლია რეალურად ეს ზუმი, მაგრამ მაგას თავის სტაბილიზატორი სჭირდება, ანუ ისე ფიზიკურად შეუძლებელია მაგ ხელს უნდა გადაყიდო და ეგეც არ მინახია რომ რავი სტაბილიზატორი ხმარობდეს ვინმე ძალიან შეიძლება. აი ზუსტად ეგ არის რა. მიდიხარ, ტელეფონს ყიდულობ, რომელზეც არავინ არ გეუბნება რომ ამას სჭირდება სტაბილიზატორი, განსაკუთრებით საიტი. არც ერთი საიტი არ გეტყვის რომ ამას პლუს სჭირდება სტაბილიზატორი. პლუს ზოგი საიტი არის, რამდენიმე მახსენდება ეხა უცხოური და რამდენიმე ქართულიც, რომელიც დაბლა პარალელურად შემოთავაზებს, მაგრამ ეგ შეიძლება იმდენად ჩამოჩნეული იყოს, რომ უბრალოდ არც მიაქციო ყურადღება. და რეალურად არის ეგეთი ამბავი რა, რომ სტაბილიზატორის გარეშე ამ 200-მდე ზუმო ხელი ისე აგიკანკალდება, გინდა არ გინდა, რომ უბრალოდ ვერ გადაიღებ ვერაფერს, რომც იყიდო პლუს ეს სტაბილიზატორი, ეს 200 ზუმი, აი ერთხელ მაგალითად მოგიდა და რაღაცა გახვედი ბუნებაში და გადაუღე ამ ბუნებას ფოტო, სადაც დაზუმე 200-ზე და სადღაც რაღაც კონკრეტული შენობა ჩანდა და გადაიღე. მერე წამოხვედი რაღაცა სახში ხარ, წინა კორპუსში ვიღაცა გოგო მოგეწოდა, გადაუღე და აი მან უკვე რისკში. აი შეიძლება შეგამჩნი და მან უკვე შარში ხარ. და მესამე ამბავი არის ის, რომ აი რაზეც სრულ კეთდება ხოლმე რეკლამა რა. მიდიხარ, თვალეს უღებ, რამდენჯერ უნდა გადაუღო თვალესაც ხო? ანუ რეალურად პროდუქტს ყიდულობ, რომელსაც აქვს ისეთი ფუნქცია, რომელსაც ეხლა არ გამოიყენება. და ანუ შეიძლება ეხლა კაი ჯანდაბას ერთი 10 ჯერ გადაიღე ეს როგორც შენ მეგობარს მოვიდა 200 ზუმიანი ან რავი ძალიან მაგარი ზუმიანი ტელეფონი იყიდა, მაგრამ რავი რეალურად არაფერს შეადგენს ეგ ხო იქნება. ხო, რეალურად რაც არ უნდა თქვა, რომ აი რაღაც პროფესიონალური თვალსაზრისით შეიძლება რაღაცა სჭირდებოდეს, რომ რეალურად ტელეფონებში დღესდღეობით არ არის განვითარებული ამ ხელა ზუმი, რომ პროფესიონალური თვალსაზრისით რაღაცაზე გადაიღო ხარისხიანი ფოტო. ხო, მანდაც მე ბევრი რაღაც არის დეტალი რა, რომ აი ოპტიკური ზუმი რამდენი აქვს. სადაც კონკრეტულად დეტალიზაციას აკეთებს, იმიტომ რომ იმის იქი დეტალიზაციას რასაც აკეთებს, მაგალითად ამ 200 ზუმზე ხდება ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით, იმიტომ რომ ამას ყველაფერს გაადიდებს მე ინტერნეტში მოძიებულ ფოტოებს ამატებს, ასე რომ ვთქვათ და იმითავსებს. კი, ძალიან სწრაფად აკეთებს ამ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტის აზრი, ზუსტად ეგ არის, რომ სუპერ კომპიუტერი მუშაობს და ამ ყველაფერი ინფორმაციას შენთვის შემოჩნეულ დროში აკეთებს, ან შეიძლება დაჭირდეს 10-15 წამი მეტი, ან რეალურად ეგეც ზოგჯერ არა რა. და ან გაძლევს ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივე სურათსაც კი გაძლევს. და მაგალითად აი ძალიან ბევრჯერ არის ხოლმე ინტერნეტში ხდება ფოტოები, სადღაც ვიღაცა რაღაცა გადაიღო, ერთ თვალზე ერთი ტელეფონი აქვს აფარებული, მეორე თვალზე მეორე ტელეფონი, სადღაც კიდე იქით რაღაცები აქვს თავკურით აფარებული და მე ამას ადგება ხელოვნური ინტელექტით მოაჭრეს და ოპა, უცებ თვითონ ჩნდება რა, და კაცში არც იყო რეალურად ხო? ან მაგასაც რეალურად ხელოვნური ინტელექტი აკეთებს რა, რომ სადღაც 500 ფოტო გაქვს ტელეფონში გადაღებული და ამ ფოტოებიდან შენი ყველა ფოტოდან რაღაც ნაწილები ამოჭრა და ამ ფოტოზე დააკერა მე და მოხდა იმ მაღალი ხარისხის ფოტო რა. და ზრიგ შემთხვევაში კიდე, როდესაც ერთი-ორჯერ ეხლა ზუსტად მაგაზე გამახსენდა, რომ ერთი-ორჯერ შევხვდი ისეთ ვიდეოსაც, სადაც აჩვენებდა, რომ აი ტელეფონში არც ერთი სურათი არ ქონდა, მაგრამ აი მაინც შეძლო და მაინც მოაჭრა. ეგეც რეალურად ეგრე არ მუშაობს რა, თუ შეიძლება ახლა ტელეფონში ყველა სურათი წავშალე, მაგრამ დარჩა მაგალითად ურნაში. და ურნაზე აქვს აზრი არ აქვს, ახლა მე თუ გაჩვენებ რომ გალერეაში ფოტო არ მაქვს, არ ნიშნავს რომ უბრალოდ ტელეფონში ფოტო არ მაქვს. ან არსებობს ჩაკეტილი ფოლდერები, ასე ვთქვათ, სადაც არის ხო და არის და ნახულობს რა ყველაფერს მაინც. ხელოვნური ინტელექტის როდესაც აძლევს შენს ტელეფონში ყველაფერს ეწვდომას, ის არის ტელეფონშივე და არა იმის იქით არ ეწევს რეალურად არაფერს, არა გააკეთებს ყველაფერს, პრობლემა არ არის. უბრალოდ შენ რამდენად გჭირდება ეს ყველაფერი, აი მაგაზია დამოკიდებული რა. გჭირდება სათამაშო ტელეფონი, რომელსაც ყიდულობ კარგი კამერით, მაგრამ რეალურად კამერას არ იყენებ, ამ პირიქით გჭირდება კარგი კამერა და ყიდულობ ვერსიას, რომელსაც არის თამაშებზე გათვლილი, ანალოგიურად კომპიუტერის მაგალითი რომ ავიღოთ,
ზუსტად ეგრე არის. მივდივართ მაღაზიაში. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, მეც შენც ან ნებისმიერი ჩვენთაგანი ადამიანი შესწრებია და ამბობს, რომ აი მაღაზიაში მოდის ადამიანი, ნებისმიერ მაღაზიაში, ჩვენც იქ ვართ რაღაც ვფეთულობთ, ან ყიდით არ აქვს მნიშვნელობა და კომპიუტერზე მოდის და გიგონა 16 ბირთვიანი ლეპტოპი მინდა. აი, ანუ მეტი არ არის ხო, ინფორმაცია რა დონეზე. ლეპტოპი ჭირდება 16 ბირთვი უნდა კონდეს აუცილებლად რა იმას, აი იქ სულ 10 ეწეროს. აუ, სიო, ცუდია. ანუ იმას არ უყურებს ეს ბირთვები შეიძლება სხვადასხვა ითვლება საერთოდ. შეიძლება ეს ბირთვები სხვა რაღაცით ბალანსდება, ანუ მაგალითად ოპერატიული მეხსიერებით ბალანსდება, ან სიტყვაზე ბალანსდება ემური შიდა მეხსიერების ხარჯზე არა აქვს ჩვეულებრივი მყარდისკი და აქ ახალი თაობის მეხსიერება და ის სისტრაფე რაც გინდა რეალურად მაინც მოგცემს რა და არ არის საჭირო რომ პროცესორი გახურდეს, გადაწითლდეს, გაწუროს მთელი თავის რესურსი იმის ხარჯზე სიჩქარე მოგცეს რა. აი ზუსტად იგივეა ხოლმე რომ აი თუნდაც მობილურებზეც ავიღოთ რომ ახლა ყველა მობილურს თავისი ესა რა ქვია სიმძლავრე და რამებით სხვადასხვანაირად აღიქმნება იქ რამების მდგრადობა ანუ თვითონ სიძლიერიც რა ხო და ზოგადად როგორც Android-ს და iPhone-ს რო ადარებენ ხოლმე რა იქ რამების სხვანაირად განისაზღვრება კი სისტემაზეც არის ხო სისტემაზეც და ყველაფერზეა დამოკიდებული ხო და აი ყველაზე ხშირად მოგხვდები ხოლმე მე რომ რაღაც აი ამბობენ ხოლმე რომ ვთქვათ iPhone-ს დღეს არ ამია ხო მაქსიმალურად ხო და Android-ს აქვს 16 რამის ეხლა მან სხვანაირად ხდება შედარება და ბევრია ხოლმე მეუბნება აი მე 16-იანი რამი მაქვს და მე უფრო უნდა მიკაჩავდეს რაღაც თამაშები ზოგადად და ხო აი იგიც რო არ არის ეგრე როგორ უნდა გაანალიზოს ზოგადად ანუ რის მიხედვით უნდა გაიგონოს ყველაფერი სისტემურად როგორ ხდება ეგ ბევრი სხვა რაღაცაზე არის დამოკიდებული ზოგადად რა ანუ ერთი საკითხი არის რომ პროცესორი რომელია რომელი თაობა არის შიდა მეხსიერების რომელი ტიპს იყენებს მაგალითად რომელი კლასის აწყობის მაზელი დევს მაგალითად შიგნით მაგრამ ჩვეულებრივი მომხმარებელი ხარ ჩვეულებრივი ადამიანი ამ დეტალების ზემდას ხო არ დაიწყებს რეალურად ზართული ხარ რეალურად არც ჭირდება რა ამიტომ არის რომ მაგალითად ხა შემიძლია ესეთი რაღაცა გითხრა რომ შეუძლია ადამიანს რომ უბრალოდ ჩვენი ტიპის გადაცემის უყუროს და მარტივ ინფორმაციას მიიღებს საქართველოში ხა ქართულენოვანი მსგავსი ტიპის გადაცემები ალბათ არც მაქსიმალურად. თან პლუს იც როგორ რაღაცა ესე ნულიდან რაღაც ტექნიკურად რაღაც რო აუხსნა ადამიანს ეხლა იმას შეიძლება ტექნიკის ინტერესი საერთოდ არ აქვს, მაგრამ სჭირდება რაღაც თავის გამოყენებაში ძლიერი დევაის, ძლიერი ლეპტოპი, ძლიერი კომპიუტერი. ხო და ნუ ნულიდან ინტერესი რაღაც შეიძლება არ ქონდეს საერთოდ. და ინფორმაციის მიღებით წყარო, ნუ ესეთი ვიდეოები ყველაზე კაია ჩემი აზრით. ნუ მეც ესეთი ვიდეოებზე ვარ დაზიდი, მაგრამ სად ეხა ინგლისურ ვიდეოზე ვუზიხარ და რაღაც ზოგს იგებს, ზოგს ვერ აკიდე, რაღაც ინდოელის გადაღებული ვიდეო და click in my computer და ხოთე. ხო, რა თქმა უნდა, ეგრეს. აი ზუსტად ეგ ამბავია, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოები არის, რომელიც მარტივად გაწვდის ინფორმაციას და შენ არ გიწევს მე დაჭდე ინტერნეტში რაღაც უცხოელი სტატია წაიგე, ხო? Easy method. ხო და აი ზუსტად ეგ არის თემა რა, რომ უბრალოდ არ ვიხვიდე, სადღაც რაღაც არ იყიდო და მე ისეთი დამოკიდებულება არ გაგიჩნდეს, რომ ან ვიღაცა უგატყვა, ხო? ან უბრალოდ არასწორი არჩევანი გააკეთე რა. ყველაზე მარტივი გზა სწორი არჩევანის გასაკეთებლად არის ის, რომ იყიდო ის, რაშიც რეალურად მართლაც ფულს რა ასე ვთქვათ რა. მიდიხარ მაღაზიაში, ყიდულობ ტელეფონს, რომელიც უბრალოდ რეკავს მარტივად, იღებს ხანდახან ნორმალურ ფოტოს, მაგაცებმა საერთოდ დავიეთ და კიდევ რა ფოტოები გადაიღო და ყველა ჩანდეთ უბრალოდ ვიღაცა არ გაქრეს კადრიდან რა. აი ეგ არის და ხანდახან როცა დრო და თავისუფალ ხასიათი გექნება, ადგე და რაღაცა ითამაშო, ან ნორმალური ხარისხის მუსიკას მოусმინე და შენ მიდიხარ 2000 ლარიან ტელეფონს ყიდულობ 5 თვეების განმავლობაში ხდი და იქიდან რეალურად 12 ოპერატიული და შენ ტელეფონში 5 არასდროს არ აცილებია ამის გამოყენება. თამაშებითაც არ თამაშობ, მეხსიერება გაქვს 512 გიგაბაიტი, რომელიც 64 და ქსავსე და არაფერი არ გჭირდება. ანუ
მე ვფიქრობ, რომ ეს თემები ამ წუთას საკმაოდ კარგად განვავრცეთ მეტაშე. დამატებითი თემებისთვის ჩემი აზრით მაყურებლის ჩართულობა არის. აუცილებლად აი კიდევ ვფიქრობ, რომ ერთი პრობლემა გვაქვს. რეალურად, რაც შეიძლება მაყურებელს შეამჩნიოს, ეხლა ნელ-ნელა ხა პირველი მეორე ვიდეო და ნელ-ნელა ჩვენს დავამუშავებთ, მაგრამ რეალურად აი როცა საუბრობ და გადმოცემას ტერმინოლოგიით ახერხებ, ეს არის ზოგადად თეორია. ჩვენ რეალურად უფრო პრაქტიკაში ვცოდნებით, რომ აი სულ რაღაცას ვაკეთებდით, სულ რაღაც ჩართული ვიყავით ამ პროცესში, აი თავიდან გიორგისგან ვსწავლობდი ძალიან ბევრ რაღაცას, მე ჩემითაც რაღაცებს შვებოდი, რომ მეთქი ძალიან ტვინი არ გავუყოლოთ. ესე ნელ-ნელა იმის გარდა რომ ეს პრაქტიკაში გავარკვიეთ, ნელ-ნელა თეორიაშიც წამოვედით, ნელ-ნელა თეორიულ ცოდნასაც ვიღებთ და აი თქვენთან გადმოცემის დროსაც თეორიულ ცოდნასაც ვიღებთ რა, თქვენთან ერთად, ასე რომ აუცილებლად ზად ვართ მივიღოთ თქვენგან როგორც კრიტიკა, ასევე დადებითი კომენტარები. კრიტიკის მაყურებელი არსებობს, რომელსაც უბრალოდ არ ისმის ეს ყველაფერი, არის ადამიანები, რომელსაც ისმით. მათი ჩართულობა სხვანაირად გვჭირდება, რომ დაგვიწერონ რა გვაქვს სიტყვაზე გამოსასწორებელი, მაგალითად რა გავაძლიეროთ, რაზე გავაკეთოთ კონკრეტულად აქცენტი. შეიძლება რაღაც თემა გესმით, მაგრამ უფრო სიგრძნეულად გინდათ და ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. და მეორეს თუ ჭირდება ადამიანები, რომლებსაც ჩვენგან ეხლა გაიგეს რაღაც სიახლეები და თუ უფრო დეტალურად გინდათ რომ ეს ყველაფერი გაიგოთ, პირველ რიგში აუცილებელია რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ. მეორე არის აუცილებელი რომ მეგობრებს გაუგზავნოთ, რომ მათაც ნახონ ეს ყველაფერი. და მესამე არის აუცილებელი რომ ჩვენი არხი გამოიწევთ. ზარის ჯილაკეც აუცილებლად რომ შემდეგ ვიდეოს რო დავდებ პირდაპირ თქვენთან წამოვიდეს რომ პირველი თქვენ ნახეთ. მადლობა. დღეს სულ ეს იყო.